მოგესალმებით, დღეს სამშაბათია, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, თქვენ უსმენთ გადაცემას იმედის კულტურა, მე გადაცემის წამყვანი და ავტორი ლადო ტატიშვილი გახლავართ და დავიწყებ ტრადიციული ტექსტით, იმედი მაქვს დღევანდელი ჩვენი გადაცემა თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. სხვანაირად არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ხმამაღლა ვიტყვი ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, თეატრმცოდნე ქალბატონი დოდო ხურცილავა და ჩვენ ვისაუბრებთ დღეს თეატრზე, მოზარდებზე, თუ რისთვის არის საჭირო და როგორ ეხმარება ადამიანს ჩამოყალიბებაში თეატრი. ჩვენ ქალბატონო პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. და მივესალმებით თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა. და პირდაპირ საქმეზე გადავალ და კითხვით, ხო? ჩვენ თეატრზე ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენს გადაცემაში სხვადასხვა მიმართულებებით, რა თქმა უნდა. მაგრამ იმ საკითხს არ შევხებივართ თუ რა მნიშვნელობა აქვს თეატრს ადამიანის ცხოვრებაში. ხა ვიღაცისთვის შეიძლება თქვას რაზე საუბრობენ, ხო ეს ხალხი, ხო რა არის, წახვალ ნახავ სპექტაკლს, წამოხვალ ან მოგეწონება ან არა, ხო? და პირდაპირ კითხვით გადმოვალ, რა მნიშვნელობა აქვს თეატრს ჩვენთვის? აი ნახეთ, როდესაც თეატრი შეიქმნა, სამი უდიდესი დრამატურგი ედგა ამას სათავეში, ხო? ესკილე, სოფოკლე. დიახ. მე ერთ-ერთ მათგანზე არისტოტელემ თქვა, რომ ისეთ პიესებს წერსო, სადაც გვაჩვენებს როგორები უნდა ვიყოთ და როგორები ვართო. ხო. მე იგივე სიტყვები გაიმეორა დონ კიხოტმა სანჩო შენო თეატრის და გეშინოდეს იმ დროს ისინი გაჩვენებენ როგორები ხართ და როგორები უნდა იყოთ. და ასის ყველაზე უკეთესი მეთოდი ხო ეგ არის. მეტი რა გინდა ვერ გავიგე. გაჩვენებს ეს არის სარკე. მე ვიღაცამ თქვა ეს არის სარკე და ეს მთელი აბა. და სარკისთვის შეიძლება რომ გაასწორო თუ ამჩეჩილი გაკეთები, გაასწორებ და ეგ იქნება. თუ აჩეჩილი გაგონებუნება ესეც უნდა დაინახო. აი ნახეთ ლადო, როგორი საზიზღარი ტიპებიც არ უნდა იჯდნენ დარბაზში. რიჩარდ მესამეს რო უყურებენ, თავის თავს თუ ცნობენ ბრაზდებიან, მაინც რიჩარდზე ბრაზდებიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ მაგას ხო უნდა რომ ეს აქმის ნიჭი გქონდეს კიდე. შეიძლება ცუდი ტიპი იყო, როგორც თქვენ გძანეთ, მაგრამ აქმის უნარი აქვს, ან არა აქვს? ვისაც არ აქვს, ხედავს მაინც. კარგი რეჟისორი თუ არა, აუცილებლად დაგანახებს. აუცილებლად დაგანახებს, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ძალიან დიდი რეჟისორების ძველი პლიადა, საშუალო და ახალი პლიადაც გვყავს, ხათა ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც თავისთავად სტანდარტთან აჩვენებენ. ეხლა მოდი ვნახოთ რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის. ახალგაზრდების ისევ ის მე ვთქვა ბრეხტმა რომ უნდა აღზარდოთ თამაშით. აი თამაშით აღზარდოთ ეს რისთვის არის საჭირო ეს თეატრი. როდესაც 100 წლის წინ, აი 28 წელში ხდება 100 წლის ჩვენი მოზარდმაყურებელთა თეატრი. და ის ხო არ არის შემთხვევითი რომ ამ თეატრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა მთელი მაშინდელი ინტელექტუალური ელიტა. მარჯანიშვილი, აი ყველა, რა თქმა უნდა, თაყაიშვილს ქონდა ამ მნიშვნელოვანი წამოიწყო, მაგრამ ყველა მარჯანიშვილი, პერინის თეატრის ბავშვები, ყველა მონაწილეობდა სად გაიხსნა პირველი წარმოდგენა საჩადდა ოპერის თეატრი. ანუ აჩვინეს, რომ აი ეს არის საჭირო, აი ამისთვის არის საჭირო, რომ ეს ბავშვები აღიზარდონ. ეხლა მანდ იყო კიდე 1928 წელია რევოლუცია მომხდარია, როგორც მოიხსენე, დაყვა ხელისუფლება ამ თეატრის გახსნის იდეას, იმიტომ იფიქრეს, რომ გავზით ახლა ისეთ, იმიტომ რომ თეატრში აქვს ის ძალა. გასაკვირველია. პროპაგანდა, ერთგვარი პროპაგანდა, ხო? პროპაგანდის ერთ-ერთი მაშინ კინო ნაკლებად იყო, ხო? ტელევიზია მithumedes არ იყო და თავისთავად პროპაგანდის შესანიშნავი საშუალება. თუმცა არ გამოვიდა, ხო იცით? ვერ გამოვიდა. არ გამოვიდა ეგ საქმე. იმიტომ რომ მოკლედ პავლიკ მაროზოვები ვერ გაზარდს. საქართველოში ვერ გაზარდს. იდგმებოდა ლენინზე, იგივე პავლიკ მაროზოვზე და რა ისე არ იდგმებოდა. ფრიც პაურის გაიხსნა, მაგრამ აქ თავარი იცით რა იყო, რომ ამ ახალგაზრდებს თეატრში სიხარული გაუჩნდათ და მეორე, რასაც რატომაც კომუნისტებიც და მერეც საერთოდ ლიბერალური საზოგადოება ეგრეთ წოდებული ძალიან იცით ზღაპარი არ მოსწონთ. კომუნისტებს არ მოსწონდათ ზღაპარი და რატო არ მოწონდათ ვერაფრით ვერ გავიგე, იცით? იმიტომ რომ ზღაპარში არის ყველა ის. დადგმა, ზღაპრის დადგმა. არა, თვითონ ზღაპარი იყო, აკრძალული იყო. ერთი ხათობა ანგრძალული იყო სანამ კარნეიჩუკოვსკი მარჩარია ქვეყანა, ხო? კულტურის მინისტრი და მთელი ამბავი, მანამდე უბრალოდ ზღაპარი იყო ანგრძალული. რატო? იმიტომ რომ კომუნისტები თვლიდნენ რომ ბავშვებს ატყვევენ ასე და
კი იქ ის რამბოს ერთი კაცი რამბოს სიბრძნე სისრუისაო რა თქვა კი რამბოს მაგამბოს ხო იმიტომ რომ უკაცრავად იმიტომ რომ ამ ზღაპარში ერთი სამყარო არის დუალისტური ისედაც ცხოვრება არც ერთი რელიგია არ არის სადაც ორი მხარე არის ბოროტე კეთილი არ არსებობს აქაც ერთმანეთს ეჭიდება ბოროტე კეთილი და ბავშვი პირდაპირ უპირისპირდება ამ ბოროტებას ისიც არ მახსოვს შემთხვევა როდესაც დარბაზში ბავშვების ხედან და მოწონთ მაგალითად გლის საქციელი ან ვიღაცის აუცილებლად მე ამას უყვები ერთმა პატარა ბიჭმა გელმა თქვა რას მერჩის ეს ის რა ქვია მონადირე და ამან დავცხაი და ოხერი ხარო ისეთი საყვარელი ჩაპუტკუნებული ბიჭი იყო ხელში უჭირათ ძალიან ძვირფასი გაჯეტები იმაში რაღაცებს უყურებდა ამავე დროს სცენაზე დევი მოერევა თუ ნაცარქექი ეს აღელვებთ იმიტომ რომ ასია საჭირო ასეთი ბუნება აქვს მაინც ანუ თქვენ ამბობთ რომ რაღაც შემთხვევაში აი დღეს როგორც თქვენ ახსენეთ გაჯეტების ეპოქაში ის სპექტაკლზე წასული ბავშვი სულ სხვა ემოციას ღებულობს აბარა იმიტომ რომ ეს ამოცანა ზღაპარი იქნება თუ არა ზღაპარი იქნება შექმნილი ნაწარმოები პიესა იქნება თუ პატარა ბავშვების თუ დიდების იმიტომ რომ ჩვენთან ესე გვაქვს ძალიან პატარებისთვის შემდეგ რაც მეხუთე კლასამდე მე შეიძლება საერთოდ ჭაბუკებისთვის და ქალიშვილებისთვის იყოს სპექტაკლი გვაქვს ასეთი სპექტაკლები და ყველა აი ქართული დრამატურგია რუსული დრამატურგია ევროპული დრამატურგია შექსპირი შილერი ყველაფერს ვდგამთ იმისათვის რომ ჩვენ გვინდა ეს ამ ადამიანებს დავანახოთ როგორები არიან და როგორები უნდა იყვნენ და აღზარდოთ თამაში და აქ კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ ასე არ ვიცი თქვენ დამეთანხმებით თუ არა მე მგონია რომ აი ზუსტად მსგავსი სპექტაკლის დადგმა ჩემი აზრით ალბათ უფრო რთულია ვიდრე ესე ვთქვა დრამატულ თეატრში უკვე ესე ვთქვა არ ვიცი მე ასე მგონია იმიტომ რომ ალბათ რომ დააინტერესო პატარა საზოგადოება ბევრად უფრო რთული ან თუნდაც იმ თოჯინების თეატრით არ ვიცი შეიძლება ვცდები აბარა იცით ნახეთ იმაზე ინგლისელებმა დადგეს ყველა პიესა შექსპირის თოჯინების თეატრი საოცარი რაღაცა ნახეთ მათ რამდენიმე ისეთი ლამაზებია ბავშვები უნდა შეაჩვიო ამას ბავშვი უნდა შეაჩვიო რომ უნდა შექსპირსაც მოусმინოს ერთი რამე უნდა ვთქვა აუცილებლად პატარა ბავშვი ვერ გეფულობს გადასვლებს ანუ არის მისთვის შავი და თეთრი ეხლა იმის აღქმა რა გჯერ რომ ნახოს აი ბოროტში კეთილი ნახოს და კეთილში ბოროტი ამიტომ ის პირდაპირ ერთმანეთს უპირისპირებს ხო ნუ ალბათ ეს მომენტია სადაც საფიქრალი არ უნდა დაუტოვო პატარა ბავშვს არ უნდა დავე კარგი ხომ არ არის ეს ბოროტი შემთხვევით კარგი არა მას უნდა კონდეს განცდა თავიდან მე რომელ ზღაპარში, როდესაც მიმტკიცებ რომ ზღაპარი არის ტყვილი, ხო? რომელ ზღაპარში წერია რომ ერთი ხელის მოსმით უფლისწული იქნება თუ გლეხის ბიჭი კლავს ან დევს ან ურჩხულს ან რაღაც. არაფერი. მსგავსი დიდი შრომის თავგანწირვის შედეგად აკეთებს ამას. რომელ ზღაპარში არის რომ პირდაპირ ჯადოქარი აკეთებს რაღაცა მოქმედებას რომ გადააკეთებს კაცქალად ან კაცკაც 300 წელი იქ წერია გარკვევით იმ ზღაპრებში რომ სწავლა ამის სწავლა სჭირდება 300 წელიო ანუ რას გაჩვევს შრომას გეუბნება რომ უნდა ისწავლა აუცილებლად უნდა იბრძოლო აუცილებლად ნახოთ აბა მოდი ვნახოთ ნაცრის რა უსაქმური გოგოა და მე გახდა პრინცესა არა საქმიანია და იმიტომ დაეხმარა მას რა ქვია ფერია ხო მართალია რა ერთ ადამიანთან ვიკამათ ამათი თუ თქვა იმედის ეთერში ვიყავით ზუსტად და ვიკამათეთ მიმტკიცებდა რომ წილა ჭიანჭველა ეს არისო აი ქართული გამოვლინება რატო იმიტომ რომ მეკთამები ვართ საერთოდ მოგაცრავად თქო მეოთხარი რა ქვია ნაწარმოებს წილი და ჭიანჭველა ეს დასკვნა გამოვიტანეთ ანუ ხო მეოთხარი თავარი მოქმედი გმირები არიან რწყილი და ჭიანჭველა რომ დაძმობილდნენ ძმები კი არ არიან და რწყილმა შემოიერა მთელი ხიყვანა და რამე დარჩა თავისთვის იშოვა რაღაცა თოკი და გადაუდგა და ამოიყანა და მე გავგზავნა სად არის აქ მეკრთამეობა არ ვიცი დადებითი გმირები არიან მუხა ყვავი არ არიან დადებითი გმირები ეს ორნი არიან მე აი პატარა ბავშვი როდესაც ბავშვობაში ამას უკითხავს სახლში ხო? შენ ეუბნები რომ ნახე,
აი ეს რწყილი პაწაწინა რწყილმა ამან შემოიარა მთელი ქვეყანა. იმისაც რომ გადაერჩინა თავისი მაგაზი. გავა დრო, რომ ეს დრო ის ასაკირო დაუდგება ამბავში გახსენდება რომ და უნდა უთხრა რომ ყველაზე მთავარი ნაწარმოებები დაწერილია მოგზაურობაზე. დაწყებული გილგამეშიდან კი ბატონო. სადმედის მოგზაურობს გილგამეში. კი ბატონო. მთელი სათავგადასავლო ლიტერატურა მოგზაურობაზე მოწყობილი. დიდი ლიტერატურა. რა ვერ გავიგე. ოდისეა მოგზაურობაზე რა 12 წელი მოგზაურობდა ის კაცი. დანტე უკაცრავად მოგზაურობს თუ არ მოგზაურობს? მოგზაურობს. სად მოგზაურობს? ასწვევდრე. და ახლა გაგეცინებათ რა ავთანდილის მოგზაურობს? ანუ დიდი ლიტერატურა. ანუ შენ აჩვევა ამაზრებს ბავშვს. და ეუბნები რომ შენ ხანდახანდა გასწირო თავი იმისათვის რომ შენი მეგობარი გადაარჩინო. აი მე ვფიქრობ რომ ჩვენ თეატრს ეს ამოცანა ევალება. ჩვენ თეატრში იდგმება ქართული ლიტერატურის საუკეთესო შედევრები. აი ახლა მოლოდეს მაგათად დაიდგა მაგდანას ლურჯა. შემაძრწუნებელია თავისი ძალით, იცით? და დარბაზი ისუსება რაღაც ასაკობრივი კატეგორია აქვს თუ არა? აქვს ასაკობრივი კატეგორია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვაფრთხილებთ ჩვენთან სკოლიდან მოყავთ ბავშვები და მათ ჩვენ ვეუბნებით რომ ამდენი ასაკის ისედაც მაგდანას ლურჯა არ არის აუცილებელი რომ 5 და 6 წლის ბავშვს წავ. არა, მე ვფიქრო ეს სასწაული ტრაგედია. ხო, ამიტომ უჯებს არ არის ტრაგედია, საყურებლო ბაბუაჩება მაგაზეც ასასაც დიდი ბაბუა მყავდა მე იმათქო გამაგიჟებენ ეს კომუნისტებიო კომანო გიგოლოსმა დაუბრუნა იმ კაცს კი ბატონო. მაგრამ აი ნახეთ, მანდაც ხო მნიშვნელობა აქვს, ვი როგორ ხედავს. ესე დაუბრუნა და ახლა? არა, მე ვამბობ, რეჟისორს ხო აქვს უფლება, რომ თქვა არ დაუბრუნოს. არ აქვს მაგის უფლება ჩემი აზრით. არა, რატო? რა ვიცი, მე დევერი ხალი ვარ და მივყვები. რას ლაპარაკობ, ჯერ ესეთი მიგითხა თუ არა ჩაოლურია გამოიყურებით ბატონო. ეს არა ქვიან. მე მაინც მივყვები პრინციპზე ალაპარაკი. იმ ხალხს უნდა ეგრენი გაბაშოს უნდა რომ ეჩვენებინა რომ სიკეთე გაიმარჯვა. სამართლიანობა თურმე არსებობს ამ ქვეყანაზე. და შენ თუ მე ბავშვი წაიკითხავს და იქ ხოწერე და არ არის საჭირო ეს. მე აკაკი ბაქრაძე მას თქვა შორის. ბაბუაჩმა მე რო დაადრე თქვა ეგ ამბავი და აკაკი ბაქრაძე მე დაწერა ამის შესახებ. რა ტყილია არ შეიძლება ეს. ანუ მე მაინც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა ეს, ხო? ანუ თქვა, ხო, იმიტომ რომ ხა როგი ფილმი ნამდვილად არ არის ცუდი ფილმი, შვენიერი ფილმია და მართლაც ესეთი რა, დაგაფიქრებს და შეიძლება ცრემლიც მოგადენინოს. მაგრამ ამ შემთხვევაში აი სად უნდა დაიჭიროს ის ზღვარი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ქალბატონო დოდო რომ გვინახავს ბევრი ეკრანიზაცია, ბევრი სპექტაკლი, რომელიც უკეთესია ვიდრე ვთქვათ ნაწარმოები, ხო? არის. ან პირიქით გაფუჭებულია სცენაზეც და ეკრანზეც. აი სად არის ის ზღვარი, რომ არ უნდა ავსდეთ ამათ, რომ აი თუნდაც იმ მოზარდებს რაღაც ისე მივაწოდოთ, რომ ძალიან აცთენილი არ იყოს ეს. იმ რეალურ ფაბულას. იცით რა არის, აი ეს სპექტაკლი რომელზეც მე გელაპარაკებით და გახალგაზრდა რეჟისორ რომელიც წელს მოვიდა ჩვენთან თეატრში სულთანიშვილი არის ასეთ შესანიშნავი ახალგაზრდა განათლებული კულტურა ძალიან გემოვნებია. აი მან გააკეთა თუდა აბსტრაქტულად. მაგრამ და თანაც ხათშევს აი ეს შპაკურად დაამთავრა ვერ გეიგებ დაუბრუნა არ დაუბრუნა. ხოდა ბავშვები მაინც გაისუსებიან ჩვენთან თეატრში მუშაობა ძალიან ძნელი ურთულესია გეთახმებით იმიტომ რომ მართლაც ახლა პატარა ბავშვი დიდხანს ვერ გაი რაც არ უნდა დაინტერესდეს ხოდა შეიძლება ზღაპარს რო უკითხავ ბავშვს ის ხო არ ზის ასე და ასე რეალებს და ზუსტად ასაც რეალებენ იცინიან რაღაცებს უძახიან ტაშს უკრავენ ის ნორმალურია სახიობისთვის არის რთული მეორე მხრივ კიდევ არის იმიტომ რთული რომ ერთ დღეს ჰამლეტს დავაშვებს ერთი ჩვენი სახიობი და მეორე დღეს დავაშვებს თუთიყუში ხო ალადინის ლამპა თუმცა მსახიობისთვის ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება ეგ არის მე თუ მკითხავთ რომ ერთ დღეს თუთიყუში ხარ და მეორე დღეს ჰამლეტი ხო ზოგიერთი სახიობი არის მას აქ ამპლუა ზოგიერთი ყველას არ შეუძლია ამიტომ ხანდახან ვერძლებენ ჩვენ თეატრში ხო ხანდახან ვერძლებენ ჩვენ თეატრში
ეს ზართული თეატრია. ძალიან დიდი მნიშვნელობის თეატრია. სწორედ მაგიტომ იყო რომ კიდევ ერთხელ მარჯანიშვილი ჩაერია ამ საქმეში. გროს თეატრი შექმნილი ხელი ხატავდა სოლიკოვი სალაძე გვიკეთებდა თურმე სპექტაკლი. აი წარმოიდგინეთ რა გვარები და სახელებია გამრეკელი ხო? მე მოგვიანებთ უკვე თემურ ჩხეიძე, ტასტანოგოვი. ანუ რა? და გენიალური მსახიობები. გენიალური მსახიობები, იდეალური მსახიობები მთელი პლეადა ხო? გაწერილია რომ მოვიდა თეატრში უკვე რა თქმა უნდა ამ თეატრს ჰქონდა ძალიან დიდი სახელი იმიტომ რომ ყველა ძალიან უყვარდა ჯეთ ისეთი მსახიობები იყვნენ რომლებიც უკვე კუმირებად იყვნენ ქცეულები მაყურებლისთვის ხო ახალგაზრდებისთვისაც და ამან უცბად მოკიდა ხელი ისეთ დრამატურგებს როგორც არის დავით კლდიაშვილი როგორც არის ბერტოლტ ბრეხტი კი ბატონო ხო როგორც მე დადგა ის სპექტაკლი რომელიც დადგა თავის დროზე პირველივე მოსვლისთანავე დადგა სანდრო ახმეტელმა რუსთაველის თეატრში რღვევა ლავრენიევის რღვევა ეს არის პიესა ვითომ ირღვევას რუსეთი და აი ახალი ძალა მოდის და ერთმაც და მეორემაც ისეთი ანტისაბჭოთა სპექტაკლი გააკეთეს იქვის მაშინ ვერ დაიჭირეს სანდრო ახმეტელი იმიტომ რომ სანდრო ახმეტელმა გააკეთა გამოიტანა სცენაზე გამოიყვანა გემის კორპუსის ნაწილი და დარბას მოუშვირა ლულა აი თვითონ წინ გითხრა რომ ყველანი ამ ლულის ქვეშ ხართ ბატონმა შალვა გაწერილია გააკეთა სპექტაკლი სადაც მთავარი მომქმედი გმირი ბოლშევიკი და ასე შემდეგ იყო მახინჯი ყველანაირად სულით ხორცით ყველაფრით აბსოლუტურად ერთმა ახალგაზრდა თეატროდემ დაწერა ამის შესახებ სტატია და ნათელა ურუშაძემ დაიბარა და უთხრა რომ ესეც ცუდად მოიქეცი სხვა დრო რო იყოსო შალვა გაწერილია შენ დაიჭირა თავის გულს. ესო პოლიტიკური დასვენა გამოგივიდა შენ. აი არასოდეს ეს ამბავი მე არ დამევწდა. ამავე დროს რაღაც ნაცარქექია რაღაცე. არა, ეს არის უნიკალური თეატრი. მე ასე მგონია თავისი არსით და შინაარსით, იმიტომ რომ აი მართლაც ასეთი კონტრასტი სპექტაკლებს შორის მე სხვაგან არ მინახავს. რასაკვირველია არ არის და მე ვფიქრობ რომ ჩვენ თეატრს ის მნიშვნელობაც აქვს, უნდა გქონდეს ყოველ შემთხვევაში, რომ ბავშვებმა უნდა ისწავლონ როგორ უნდა მოიქცენ თეატრში. გეთანხმებით. რაღაც შემთხვევებში მე გული მწყდება, იმიტომ რომ მე კი გამოვდიოდი ადრე და ვეუბნებოდი, რომ ასე შეგიძლიათ ტაში დაუკრათ ის გააკეთოთ და რაღაცეთ მიჯერებდნენ და ეხლა რაღაცა უცნაური ახალი ტენდენცია და ვფიქრობ ამას დაფიქრება ჭირდება რომ არაფერ შემთხვევაში არ შეიძლება ისე შენიშვნა ეს ხო შენიშვნა არ არის შენიშვნა არ არის რაღაცა ქსევის წესის სწავლა კი ბატონო რა თქმა უნდა ამისათვის საჭიროა პედაგოგმა ეს ხანდახან პედაგოგი ბოდიშჩის მოხდი მე ყველა პედაგოგს ამას ვაკეთებ თვითონაც ესწავლებენ ხოლმე თეატრში მოქცევის წესები ეს არის სოციუმში მოქცევის იმ დროს შეგვეცი არის მაყურებელი შენ რო დგები გადიხარ მე მიშლი ხელს ლაპარაკობ მე მიშლი ხელს ესეც რაღაცნაირად არის სწავლის კიდევ ერთი რამე უნდა ვთქვა ის ბევრი ბავშვი ერთად რომ მოდის პატარა ბიჭები ხო აყრენ იმ მომენტში რაღაცა გოგოები აყვები მე მოუწოდებ მშობლებს რომ მარტო მოიყვანონ თავიანთი შვილები ხოლმე სპექტაკლებზე. აი მოგიდონ ხელი, აიღონ ბილეთი ჩვენ თეატრში, თქვენ სხვა თეატრში. უბრალოდ აჩვენონ როგორ უნდა მოიქცეს. კი ბატონო, მე გეთანხმებით ხალბატონო დოდო, იმიტომ რომ მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, სადაც როცა პრემიერაზე ან სპექტაკლზე მივდიოდით ხოლმე, დღესასწაულივით ვემზადებოდით 4 დღე. რომ აი მორალურად ტანსაცმელი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ანუ იქ რო რაღაცა ისე მივსულიყავით, ეს იყო მიუღებელი. და მე მოწონს ეს ტრადიცია. ზოგიერთი ლასკალაში შენ არა მარტო, კი ბატონო. ხალხის გარეშე არ შეგიშვებენ და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი. ეს ძალიან ძველი ტრადიცია. ბერძნებიც ასე ებზადებოდნენ თავის დროზე, ლოცულობდნენ სანამ შევიდოდნენ იქ და ამას ჰქონდა მნიშვნელობა. ხალბატონ დოდო, კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და თქვენ კარგად მიხვდებით, რას კითხულობ. ნახეთ გასაგებია ბავშვები, მაგრამ აი უკვე ის ადამიანები ეგრეთ წოდებული თინეიჯერები, ხო, რომლებმაც
უკვე თავისი ფორმირება უნდა მოახდინონ, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ ამ ცხოვრებაში. მე ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე ხანდახან, მაგრამ თან შიშობ ერთ რამეს. ვაიდა ისეთ კონცერტზე ან სპექტაკლზე გავუშვა, რომ საერთოდ გული არ აუცრუდეთ ეს რა იყო და სად, ანუ ხო ხტებით რას ვამბობ? აი აქ როგორ უნდა ვიყოთ ისე ფრთხილად, რომ ცუდი სპექტაკლის ნახვის შემდეგ ან ცუდი სიმფონიური შესრულებით ორკესტრი შეიძლება აღარც მოუნდეს არასდროს იქ შესვლა. აი აქ სად გვაქვს პრობლემა და როგორ უნდა ავაცილოთ აი ეს ცუდი? ეგ ცოტა რთული საკითხია, მე ვფიქრობ. საერთოდ ბავშვებს უნდა აი ბავშვ პატარობიდან შევაჩიოთ. მოვასწრებთ ასეთი მუსიკა, ისეთი მუსიკა, ისეთი მუსიკა, ასეთი მუსიკა. ყველანაირი. კლასიკა იქნება ეს თანამედროვე მუსიკა და თვითონ ჩამოუყალიბდება ჩემი აზრით, მე არ ჩემი აზრით. თვითონ ჩამოუყალიბდება პრიორიტეტები. და მე შეიძლება მოხდეს ისე, რომ ამის გარეშე ვერ შეძლოს. თუ ბავშვებს ამაზე არ შევაჩვევთ, ისე უცებ ეს იშვიათი შემთხვევა, რომ უცბად დაინახოს და გაოცებული დარჩეს. ერთი ისტორია მინდა გიაყო. დიახ, გისმენთ. არის ესეთი შესანიშნავი დირიჟორი და მე ვიოლინი სპივაკოვი. როგორ არა, რაღაც გენიოსი, გენიალური. უბრალოდ ვინც არის ის ვახსენებელს. არის ესეთი სპივაკოვი, რომელიც იაპონიაში იყო ერთხელ გასტროლზე. და ესეთი ჩვეულებრივი სიმფონიური ნაწარმოები შეასრულა. მე პროდიუსერმა სთხოვა, რომ იქნება ბავშვებისთვისაც შეასრულოთ რაღაცები. ამიტომ მე საბავშვო რეპერტუარი არ აქვს. მაგრამ უშუალოდ რაც არის, ისე იგი დარბაზში იჯდა 6000 ბავშვი. პატარა და ეს უპაწაწინები. მორჩიო, ნუ იაპონური ბავშვები თავისებური ბავშვები არიან. ძალიან დისციპლინირებულები არიან. ხადია რომ ამას მოусვინეს 7-9 და არც მოეწონათ, არც არ მოეწონათ, მაგრამ ტაში იყო და ყველაფერი. მე ვკითხეო ამ პროდიუსერს, რომ თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ამ ბავშვებმა რამე გაიგეს და 10%-მა თუ გაიგე უკვე მართალია, აბსოლუტურად ვეთაყობ. 100%-ზე ვერ იმუშავებს ვერავინ. 100%-ზე ეს არის. ნუ არც არის გასაკვირი, არ არის გასაკვირი. კლასიკური მუსიკა ისედაც ძარცული ამბავია. დიახ. მაგრამ თუ ის კლასიკურ ჯაზს უსმენს, რატომაც არა? რატომაც არა, კი ბატონო. მაგრამ იქ იმ ჯაზამდე მისვლა უნდა, ამდენადაც მევისი. გეთანხმებით. ასია ნამდვილად. ეს ცოტა რთული, ის კიდევ უფრო რთული. ის კიდევ, იმიტომ რომ აი ეს მუსიკა ძალიან მელოდიურია რაღაცა და შეიძლება რომ ასევე ჩემი აზრით უნდა ვატარო საოპერო თეატრში. მოეწონება, არ მოეწონება და გამოიყვანე პირველი მოქმედებიდან. კი ბატონო, თავი მივიყვანოთ, ვაჩვენოთ და თვითონ აირჩიოს შემდეგ, გეთანხმებით. ბალეტზე უნდა ვატაროთ. ეს დაჭირდება, აი დამიჯერეთ, რომ დაჭირდება. ეს იმისთვის კი არ არის, ანდა წიგნის საკითხები და კი არ არის, შემოიდა ხელი და მე სუფრაზე მოვა იმის დანტე როგორ მოგზაურობდა. ის შენ თვითონ ტვინი როგორც არის ალმასი და მე ეს თანდათან როგორც ბრილიანტი ისე ჩამოყალიბდა და გახეხო. თუ რაღაცა შლიფოვკა გაუკეთო, ხო? ხო მართალია რა. კი, არა, გეთანხმებით. ეს არის გზები. ისიც რატო? იმიტომ რომ აი შეხედეთ უხსოვარი დროიდან ხელოვნების მეშვეობით დაიწყეს ადამიანების გამოყვანა გამოქვაბული. დიახ. ეს იქნებოდა ცეკვა, ეს იქნებოდა მუსიკალური, რა მუსიკაც ხოდა და იქნებოდა თუ მე ხო აღმოჩინეს გედის სალამურები ასე შემდეგ. შეიძლება ამას თავიდან ქონდა რაღაცა რიტუალური დატვირთვა, მაგრამ ეს თანდათან გადაიქცა ხელოვნებად. მე შეიქმნა დრამატურგია, რომელმაც ისევ ვიმეორებთ ამას, დაგვიწყო იმის დანახება, რა ვართ და როგორი უნდა ვიყოთ. ვიყოთ, კი ბატონო. მთელი გზა, ხო? და ხალბატონ დოდო, აი ეს აუცილებლობა როდის გაჩნდა, რომ გაყოფილიყო, ვთქვათ, აუდიტორია და თეატრები ბავშვებზე და მოზრდილებზე და დიდებზე. აი სადღაც მე-20 საუკუნეში გაჩნდა, მანამდე არ ყოფილა ესეთი ისე რა, ხო? ხანდახან ასე აკეთებდნენ ზოგიერთ ძირთადად ხო ისეთი მეფის კარის თეატრი იქნებოდა თუ ეს ბატონყმური თეატრი. იქ შეიძლება საბავშვო სპექტაკლებს აკეთებდნენ, სადაც ბავშვები თვითონ მონაწილეობდნენ. იყო ასეთი დრო. მაგრამ ასე პროფესიულად არ ყოფილა. პროფესიულად ეს ვადაერად მოხდა. აი შეხედეთ კიდევ ერთხელ ვამბობ.
თეატრი ხელოვნება და მასთან დაკავშირებული ყველა, იმიტომ რომ ჯერ სინთეზი იყო, მე დაიწყო ოპერა, ბალეტი ცალ-ცალკე იყო, ერთად იყო, ხო, მე დაიწყო ამის გაყოფა დრამატული სპექტაკლებში, ცეკვაც იყო თავის დროზე და სიმღერაც იყო, ხო, მე დაიწყო ამის გაყოფა. ყველა შემთხვევაში იყო ადამიანის გამოყვანის, იმიდან გამოყვებული და გამოყვანის ცდები. ეს არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნებოდა რაღაც 2500 წლის წინ დაწერილი, ეს იქნებოდა მე-19 საუკუნეში დაწერილი პიესა. აი ნახეთ, როგორ მეც გეტყვი ჯოგერთი ჯერ კიდევ ვერ გამოვიყვანეთ, ხალბატონო დოდო, არიან ისეთი ადამიანები, ჯერ კიდევ გამოყვაბულში არიან. ესეთებიც არიან ჯერ კიდევ. და დუბაცა ვიღაცამ რაღაც ლურსნებიო დამაკლო და ეხლაც მაიმუნია. ხო, არა, ეგ ძალიან რთული ამბავია, მაგრამ ჩვენ და ვეცადოთ. მაინც არაფერი გამოდის და იყვნა მაგერ გამოდის, იმიტომ რომ აი მოდი ვნახოთ ერთი პიესა. ერთ-ერთი ყველაზე ავანგარდული პიესა, ეს არის მარტორქა, ხო? კი ბატონო. მარტორქა და როგორ აქვს აწყობილი იმ კაცს. აი შეხედეთ, ჯერ გავცემდე და შეგვეშინა მარტორქა. დავინახეთ, მე აღმოჩნდება რომ ადამიანია, მე აღმოჩნდება ადამიანი არ შეიძლება მარტორქა, მე ვიღაცა იყოს, რა იყო შეგაც რა მოხდა? იყოს მარტორქა, ისი საყვარლად მოყონებს. მე ვიღაცა იყოს რომ მისი სხეულია, უნდა მარტორქა იქნება და უნდა ადამიანი მნიშვნელობა და ერთადერთი კაცი აჯანყდება. კი ბატონო. და სხვადასხვა ერთი კაცი სანამ აჯანყდება. მანამდე ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მარტორქები არ ვიყო. არ ვიყოთ, გასაგებია. მარტორქები არ ვიყო და ეს არის ისე. ისე სხვადასხვა და გითხრათ, რომ ქრისტე ერთი იყო, მაგრამ მეტი არ იყო. კი ბატონო. მაშინ თელი. თქვენ გახსოვთ თქვენი პირველი სპექტაკლი რა ნახეთ? გახსოვთ პირველი სპექტაკლი რა ნახეთ? რა იყო? დაუპატიჟებელი სტუმრები ოპერის თეატრში და დიდი სცენა მოვაწყეთ. საშინელი სცენა მოვაწყე, იმიტომ რომ ყვავილების ჭამარო დაიწყეს მახრებმა, მე წავახდი ფეხზე და საშინელი ხმით შევკივლენ. მახრებო, თეოხრებო დანებით თავი ყვავილები არ შეჭამოთ და მთელი ოპერის თეატრი მე ამას იღებს, მამა ჩემი მუშაობ ოპერაში მუშაობდა და დილდა საღამოდი. მეორე უდიდესი აი დაბეჭდილება, რომელიც შემზე მოახდინა, მაშინ მართალია პატარა ვიყავი. მაგრამ ეს იყო გედის ტბა. ერთხელ მე და თქვენ ვილაპარაკეთ. დიახ. აი, ლადო, მაშინ ალბათ 5 თუ 4 წლის ვიყავი, რომ პირველ მეორე მოქმედების ბოლოს გედის რო გამოჩნდება ფაჯერში. და თმები მიდგება ყალზე. ეს არაფერი ის ყველა ადამიანს ვისაც რაღაცა თეატრი და ხელოვნება ამასთან არის. როგორც მაშინ დამიდგა ყალზე თმები და მომადგა თვალზე, ცრემლი ისე მოდგება დღესაც დავსდათ. ეს თან გამოყოლილია ალბათ კიდე. და გენიალური არა, ნუ ახ შესანიშნავია გასურაზია საუბარი. პრობლემა რაც დგას იქ შესანიშნავია. იგივე თუ გინდა, როდესაც მე აბესალომდა ეთერი ვნახე და ძალიან შევწუხდი იმის გამო, რომ რატომ გადასცა აბესალმა მურმანს ეს ქალი. აი მან არის ასაკი მნიშვნელოვანი. ტრაგიკული. ასაკი მნიშვნელოვანია მან და აი ბავშვი აი როდესაც დაადახო მაგალითად აბესალომ და ეთერი. როცა ზღაპარია საყვარელი. ხო. ზღაპარია. მაინც ზღაპრისკენ მივდივართ. ზღაპარია. ოღონდ იქ ერთი მომენტია. ყველა ზღაპარში არის ეს ტრაგიკული, აბა უბრალოდ ვიღაცა წერს, ვიღაცა ესკილე და მე რაღაცა რა ვიცი მე ან მე ესკილე თუ ზოპოკლია წერს საუიდიპოს მეფეს, ვიღაცა წერს აი ასეთ ზღაპარსთან და წერს მაგალითად გვრიტის ამბავს. და გეუბნება ავტორი. არ აქვს მნიშვნელობა. დანაშაული არ უნდა შეიდინა. შენ თუ პასუხისგებლობა გაქვს რაღაცაზე, მაგალითად შენ გყავს პატარა შვილები. გრიტი. და მოდის მელა და გეუბნება გადმომიგდე ერთი ჩიტა შენ უგდებ. შენ ხარ დამნაშავე. ოღონდ დიდებისთვის დაწერილ ნაწარმოებში შენ ამისთვის ზღავ. და პატარებს რო გული არ გაუსკდე ამასთან დაგაბიაბ და მოდის მონადირე რომელიც გაუჭრის მუცელს მილიეს და ამოყვას და ბედნიერად გააგრძელებს ცხოვრება. ქალბატონ დოდო ძალიან სწრაფად გავიდა დრო თქვენთან საუბრის დროს.
მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ. თქვენთან საუბარი ყოველთვის ძალიან საინტერესოა, ყოველთვის ამას ვამბობ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და მე დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით. დღეს ეს სწორედ აი ეს თემა არის ის კულტურა, რომელიც გვაძლევს იმედს და რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ გადაცემის დასასრულს, ასე ვთქვათ, მუსიკალურ ნაწილს, ბევრი ვიფიქრე რა და ავარჩიე კომპოზიცია, რომელიც როგორც საესტრადო ჟანრში გახდა სტანდარტი, ისე ჯაზურ მიმართულებაში გახდა სტანდარტი. არაჩვეულებრივი ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლი და სამბროშიანი მე კი დანა. გემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. მომავალ სამშაბათამდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.